მოგესალმებით ძმებო, მოგესალმებით დაგიბრუნდით მცირეხნიანი პაუზის შემდგომ, რა თქმა უნდა, და ვაგრძელებთ მაილიგას, ხო, ტრადიციულად. იმიტომ დავიკარგე, რომ ალბათ ნახავთ community-ში პოსტს, რომ device-ი მქონდა გაფუჭებული და ამიტომაც დავიკარგე. ამიტომ გიბრუნდებით აწი და ვიდეოებიც, მოკლედ წამოვა დღეიდან. ხო, დღეს კამერის გარეშე ვიქნები, რადგან, სამწუხაროდ, კამერა დღეს არ იმუშავებს რა და ამიტომ კამერის გარეშე მომიწევს თამაში. ხო, პირველი მატჩი რა თქმა უნდა ლიონის წინააღმდეგ ძმებო. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზღლაკი და დავიწყოთ. პირველი მატჩი ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის წინააღმდეგ მიწევს თამაში და ნახოთ, აბა, კარგი თამაშს ველოდები მე სხვათა შორის. აქ უკვე რადგან უკვე ჟორჟის გუნდია ეს, მაინც ქართველების დაპირისპირებაა და ეხლა რომც წავაგო, დიდად არ მეწყინება მართლა. და ანუ ფრერო ვითამაშო, რომ წავაგო, არ მეწყინება რა თქმა უნდა, რომ მოვიგო, რა თქმა უნდა, ეხლა თავისთავად გამიხარდება, მაგრამ კაცი რევს ბოდიალო, დავიწყოთ რა, დავიწყეთ. პირველი ტაიმიც იწურება და სამწუხაროდ 0-0, არ ვიცი, ხმაო, არ ვიცი, რავი. და ნახოთ უკვე რა მოხდება მეორე ტაიმში. პირველი ტაიმი 0-0 რაღაცა მომენტები, გარკვეული მომენტები მქონდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ისეთი საინტერესო თამაში გამოდგა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ მეორე ტაიმში უფრო საინტერესო თამაში იქნება და ნახოთ, აბა გაათამაშეს ლიონის ფეხბურთელებმა ბურთი, დაიწყო მეორე ტაიმი და ეგრევე გადმოვიდნენ ახლა უკვე შეტევაზე. ჟორჟსაც სხვათა შორის დიდად გამოთიშული აქ რა პასი დემბელეზე, აბა დემბელე 1-0 გაიხსნა ანგარიში მატჩის 58 წუთზე დემბელე გატანილი გოლის ავტორი. კარგი პასი იყო, ძალიან კარგი პასი იყო და ეხა მადლობა ღმერთს, რომ დემბელემ აქედან გაიტანა, ხო? მადლობა ღმერთს. პაჩურაირად იდგა. ხო, ეგან მეორებით აუცილებლად ეს მომენტი ვნახოთ და 1-1-ზე დარჩა დემბელე და აქედან კიდევ კარგი რომ გაიტანა. ძმებო, აბა თქვენი აზრით დამავიწყდა. რა თქმა უნდა, სწორად გამოიცანით. ნომრების შეცვლა დამავიწყდა და რა ვიცი, მე მგონი ჩემს ხელში დარჩებიან ესენი იგივე ნომრებად რა. ხო და აი ამ ვიდეოს გადაღებას როდესაც მოვრჩები, ეგრევე შევალ ისევ ფუტბოლში და შევცვლი ნომრებს, თორე რა ვიძმაო ისე არ გამოვა და აქ აუტი, რომელსაც მოვაწვდით ალბათ ჩვენ, დიდი ალბათობით, თუ არ ვწდები, კი ბატონო, PSG მოაწვდის, ლუკა ერნანდესი ბურთით. კვარა, აქ დაკარგა ეგრევე. ხო და არ ვიცი, აქტიურობასაც ველი მე ლიონისგან, იმიტომ რომ ეხლა არ არის რაღაცა სუსტი გუნდი, ესე თუ ასე თუ ისე, ლიონი. როგორც ასეთი 68 წუთია უკვე და რაღაც აი განსაკუთრებული მომენტები არ ქონია, ესე ვთქვათ ლიონს და აბა აქ კარგი შეტევა გვაქვს ახლა დემბელე, კარგი აყოლება ბარკოლას მიმართულებით. აბა ბარკოლაო, რა კარგია ბარკოლა! მიდი, ოიმე, მიდი, ბარკოლა, მიდი! კვარა! მაინც შევტენე მაინც. ხვიჩა კვარაცხელიამ ორამდე გაზარდა ანგარიში ლიონის წინააღმდეგ. ბიჭო. მაინც მოვახერხე რომ აი რაღაცაირად იმენა შემეტენა ლიონის კარში ეს ბურთი. აი ნახოთ აუცილებლად განმეორებით ბარკოლას ორი შანსი ჰქონდა. ის რომ გაიგდო და ჩაახვია ის გაეტანა რა იქნებოდა, მაგრამ ბარკოლან თუ არა კვარა მაინც გაიტანა 2-0. უკვე იძაბება თამაში ასე თუ ისე გადმოვიდნენ უკვე. გადმოვლენ უпростоრად აწი ლიონის ფეხბურთელებიც მალე შეტევაზე. აქ ჟორჟი, აბა ჟორჟი. კარგი იყო აქ PSG-ს დაცვა და ხო რა, აი აქტიურობა მე მგონი აწი უნდა ვნახოთ ჩვენ ლიონის, აი ზუსტად სიტყვა მოიტანა და კარგი პასი. ვაიმე რა კარგი პასია დემბელეზე, გაჭერდი არ გამოხვიდე შენი. მე-80 წუთი, მე-80 წუთი და არ ვიცი, ზოგადად მაილიგაში არ მიმართლებს ხოლმე და ამიტომ მაინც ყველა ვარიანტში ფრთხილად უნდა ვიყო, რაც არ უნდა იყოს რა. ფრთხილად უნდა ვიყო. აი ახლა აქ მომენტი ერთი ლუკა ერნანდეს, მიდი ბიჭა ბალამდე. ვაიმე! არა. 2-1 შეამცირეს ანგარიში ლიონის ფეხბურთელებმა, ფოფანა გატანილი გოლის ავტორი მატჩის 94 წუთზე. ძალიან კარგად გაითამაშეს. ნახოთ განმეორებით აუცილებლად. აი ესე და ძალიან უყურადღებო დავტოვე ფოფანა და გამიტანდა ეხლა აბა რას იზამდა. თან ისეთი მეკარე მიდგას კარში რომ ხო რავი რა. 95 წუთზე
2-1 ხდება ანგარიში. აი ხო ვამბობ ბიჭო, აი ხო ვამბობ, მაგრამ რატო ვამბობ? აი რატო ვითარსავ თავს? აი რატო ვითარსავ თავს? კაი, ნუ ჩვენ კი არა მათ დარჩათ ბურთი, შენ გენაცვალე კოკა, მაგრამ მაგრა ხსნი. ხო და ნახოთ აბა კიდევ მომენტი თუ ექნება ლიონს ამჯერად. კვარა. აბა ხვიჩა. დავაი აბა, ბოლომდე ახლა შეტევა გვინდა ყველანაირად. შეტევა, ვაიმე, არა, ფთხილად. ბიჭო! სად გამიტანეს ბიჭო? ხო არ ღადაო, მოვასწრება არა ვერ მორას, ვაიმე ჩემი დედა. არა, შო ბრატ. ანუ დიდად არ გამტყდომია არაფერი პირიქით. რაღაცაირად აღნიშნე კიდევაც ლიონის გოლი და ნუ 2-2 ფრე, აჰა, მეგობრობა მოიგო ძმაო, მეგობრობა მოიგო. ქართველს რა ხდება ახლა აქ მეგობრულად თუ არ მოხდა ძმებო. ნუ კაი, პირველ ადგილზე ვარ ჯერჯერობით. კაი, შემდეგი მატჩი უკვე ბრესტია, მე მგონი ესა არ მახსენდება, მე მგონი ბრესტია. ხო და დავიწყოთ აბა შემდეგი მატჩი. მე-19 წუთზე, ნუ ჯერჯერობით უპირატესობა სხვათა შორის ბრესტს აქვს და აი ზუსტად ახლა ისინი არის ვაიმე, რა ხდება ბიჭო, რა ხდება, კარგი რა. 1-0 ანუ ბრესტმა გახსნა ანგარიში PSG-სთან. რა ის, ანუ კარგი ბიჭო, აი ერთხელ კაროჩე, აი იგივე ხდება, მართლა იგივე ხდება, რა 25-ში ხდებოდა. ერთხელ რო ჩაიხოდებიან, აი всё, მე შანსი არ არის, აი, იმიტომ რომ მე-19 წუთამდე დედას იმდენი რაღაცა ისეთი მომენტი მქონდა, რომ აი არ ვიცი, რავი, მეტი რო აღარ შეიძლება და ნუ სამწუხაროდ ვერ ვიყენებ ჯერჯერობით ამ მომენტას. აბა, ჟოაო ნევესი, ვაიმე შენ. აბა, ჟოაო ნევესი, ისე გენაცვალე მაინც გაიტანა, აბა რა, ბიჭო, აბა რა. ჟოაო ნევესი გატანილი გოლის ავტორი 29 წუთზე შემოუტრიალა ბრესტს და გაათანაბრა ანგარიში. ნუ მშვენიერი, იდეალური, გადასარევი, გენიალური. ძალიან კარგი განმეორებით ნახოთ ეს მომენტი აუცილებლად, ნუ პირველ დარტყმულზე არ გაუმართლა ჟაო ნევესს, მაგრამ ერთ შეხებით მეორჯერ დაარტყა და გაიტანა კიდევაც. კი ბატონო, 1-1 PSG ბრუნდება თამაშში. გაათანაბრა ანგარიში და ნახოთ აბა ბრესტი მოახერხებს თუ არა ამ მატჩის მოგებას, რა ვიცი, აი სირცხვილია მართლა. ფაბიან რუისი აქ რა კარგია გენაცვალე, ფაბიან რუის გენაცვალე. ვაიმე შენი ეს გაეტანა ბიჭო. ეს გაეტანა ძალიან მაგარი მომენტი იყო მართლა. ეს რო გაეტანა ფაბიან რუის ძალიან ლამაზი გოლი იქნებოდა. ნუ მაგრამ სამწუხაროდ არ გამიმართლა და საბოლოოდ ბრესტის ფეხბურთელებს დარჩათ ბურთი. ნუ ძალიან მაგარ მომენტებს ატარებდა წინა სეზონში PSG და ვნახოთ აბა წელსაც აი ჩემპიონთა ლიგაც რო დაიწყება, ვნახოთ როგორ გამოიჩენენ ისინი თავს და ნუ ექნება თუ არა შანსი რომ ზედიზედ მეორედ მოიგოს. ჩემპიონთა ლიგა აქ რა მარტივად გამატარეს და მოდი დავარტყა და გავიტანოთ კიდევაც ვიტინია. რა მარტივად გამიშვეს რა იყო ესა? ნუ ოკეი, კარგი, რა ვიცი ძმაო, იყოს. ხო და ანუ ჩემთვის ახლა გადართული ვიყავი ვამბობდი იმას რომ კარგ სეზონს ატარებდა PSG წინა სეზონში და ანუ ამ სეზონში რაღაცა თავს გამოიჩენს თქო და ამასობაში გამატარეს მარტივად გავიტანე გოლი 2-1 მატჩის 42 წუთზე ვიტინია ხდება გატანილი გოლის ავტორი და ნუ მალე დასრულდება კიდევაც პირველი ტაიმი ვნახოთ ჯერ რამდენ ესე ვთქვათ დრას დაამატებს დროს პირველ ტაიმს ვაიმე რა მჭირს ბიჭო 2 წუთი და აბა კიდევ ვიტინია ნუ არ გამიმართლა ამ მომენტში ოკეი ნუ იდეაში გამოიტანეს და დასრულდა პირველი ტაიმი კი ბატონო 2-1 ნუ 1-2 2-1 როგორც გინდათ რა ვიცი რაც თავარია PSG იგებს ნახოთ მეორე ტაიმში უკვე რა მოხდება თქვენ იქამდე შეგახსენეთ ძმებო რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო აუცილებლად გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარისგლაკი 6000 გამომწერით დამაწერეთ მალე რა ძმურად გთხოვთ მადლობა ყველას წინასწარ 99 წუთია და ნახოთ აბა რამდენ წუთს დაამატებს თავარ დროს არბიტრი 4 წუთი იმისათვის რომ PSG-მ ეს თამაში მოიგოს და არ გაათანაბროს ბრესტმა. ნუ PSG-მ რა მე მოვიგო თორე. PSG ახლა რეალურად, რავი, არ ამგონია PSG-ს ეს მატჩი რომ წაეგო რეალურად ბრესტთან. უბრალოდ მაილიგაში ნუ ყველაფერი ხდება. კი ბატონო, 1-2. ძალიან კარგი. ნუ გამარჯვებით ვაგრძელებთ ესე რომ ვთქვათ ამ მაილიგის სერიას და ნუ გადავიდეთ უკვე შემდეგ მატჩზე, ვნახოთ აბა შემდეგი მატჩი
ვის წინააღმდეგ მექნება. ნუ ლიონმა მე მგონი წააგო იქ ლიონმა, ხო? აჰა, პარიზ FC. ნუ ორი პარიზული გუნდი ხვდება ერთმანეთს. ეს გუნდი სხვათა შორის არ გამიგია სიმართლე რომ გითხრათ და რო არ დაგიმალოთ, ხო, მართლა არ გამიგია და ვნახოთ აბა ამ პარიზ FC-სთან პარი სენ-ჟერმენი რას იზამს. ხო, წავიდა. ისე აი, ორი პარიზული გუნდი რო ხვდება ერთმანეთს, ტრიბუნებიდან რო ისმის პარიზ, რომელს უყვირიან მართლა არ ვიცი და რომელს ამხნევებენ, ნუ ალბათ უფრო ორივეს და აქ რა კარგი შანსი აქვს დემბელეს. აბა დემბელე. ფაბიან რუიშენ მაინც. ой მე. არა ბრატ. ამის სამაგიერო უნდა გადაუხადო ჩემი დედას რა არის დემბელე კარგი რა. მოიცადეთ ორი წამი. აი ესე. პასი. აბა დეზირე დუე. პასი ვიტინია შენ გენაცვალე ბიჭო. თქვი და შევასრულე. აბა რა. ძალიან მაგარი გათამაშება. ძალიან კარგი გათამაშება იყო ეს. კვარას პასი დეზირე დუეს მიმართულებით, დეზირე დუეს ქუსლით პასი ეგრევე და ვიტინიას ჩაფხვევა კი არა და ჩაფზრიალება. ჩაფხვევა ვინ არის? ხო, ჩახვევა. 1-0 დაწინაურდა PSG პარიზ FC-ს წინააღმდეგ, ხო, რავი. ერთი ქალაქის გუნდები არა მაინც და რავი, დიდად არ გაუტყდებათ ეთყობა პარიზის გულშემატკივრებს, რომელი პარიზის გულშემატკივრებს არ ვიცი. ესეც ასე, შეცვლებიც განვახორციელე. 79 წუთია და ნუ ჯერჯერობით 1-0-ია. აბა ვიტინია კარგი პასი კვარას მიმართულებით. აბა ხვიჩა, არა დემბელეს მე ვერ მივცემ პას. კვარამ თავისით უნდა დააბოლოვოს და დიახ აბოლოვებს კიდევაც. ხვიჩა კვარაც ხელია. აი ეგრე ბიჭო, აი ეგრე. ვახ, საღო 2-0. ნუ გაიტანა PSG-ს რეალურად 7-მა მაილიგაში 11-მა ნომერმა. და გაზარდა 2-მდე ანგარიში. კი ბატონო. ნუ ეხა უნდა უხაროდეს ეხა ორივე პარიზის გულშემატკივრებს. იმიტომ რომ ორი პარიზული გუნდი ხვდება ერთმანეთს და ეხა რატომაც არა. კაი, ძალიან კარგი სოლო გოლი იყო. ხვიჩას მიერ. ხვიჩამ შემოგთავაზა სოლო გოლი. ნუ დემბელეს ვერ გაუკეთებდი პასი, იმიტომ რომ ვერ გავრისკავდი რა. აი წინა მოდი დედას გეფსები დემბელესგან, იმენა ტრამვა მაქვს დატოვებული მართლა. აი რეალურადაც და უკვე თამაშიც მართლა ოღონდ. კაი, ზაირ ემერი ამასობაში კვარა კოლომუანი ვიტინია კარგი პასი კვარას მიმართულებით. აბა ვნახოთ კვარა კიდევ დუბლს გაიფორმებს თუ არა. ცა კიმი ბიჭო არ გამიმართლა და მე-80 წუთი მატჩისა. ნუ ნახოთ აბა ერთი გოლი მაინც გაიტანეთ ბიჭო, ეხა პარიზ რაღაც იქნება და ერთი გოლი მაინც გაიტანონ. რა ვიცი, ნახოთ რა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთი გოლი კი არა. აგერ ლიონმა რა გააკეთა ძმებო, კი ნახეთ. მაგრამ ლიონთან გამისწორდება. ეხა იმიტომ რომ იმიტომ რომ მაინც ჯორჯის გუნდი ეხა ქართველების დაპირისპირება მაინც სხვა იყო და. ამიტომ ნახოთ რამდენი დასრულდება საბოლოოდ ანგარიში. ნუ 5 წუთი ღარჩება მხოლოდ და 5 წუთი აქვს PSG-ს რომ მოიგოს ეს მატჩი პარიზ FC-სთან მაინც. ნუ ბრესთან რა ის ვაიბაგლახით მოვიგე. და პარიზ FC-სთან რა ვიცი, აი მარტივად რო ვერ მოვიგო? აი არ ვიცი. ნუ ჯერჯერობით მარტივი გასეირნება მაქვს. ჯერჯერობით პარიზ FC-სთან მარტივი გასეირნება მაქვს. ისევე როგორც ბრესთან ვერ ვიტყოდი იგივეს, მაგრამ ნუ მაინც ასე თუ ისე მარტივი იყო რა. კაი, ნუ აქ არ ვიცი ეს პასი რა იყო, ნახდათ. კი, მართლები ხართ, არ უნდა გამეკეთებინა ეგ პასი და 4 წუთი მატჩის დასრულებამდე. აქ კარგი პასი იყო სხვათა შორის. ძალიან კარგი გადაცემა იყო. აბა. ვაიმე, პაჩო. მიდით, ბიჭო, აკიმი. მაინც გაიტანეს ბიჭო. აი რა უნდა თქვა ძმაო ამაზე, აი რა უნდა თქვა, რა ვიცი, აი პარიზ FC ბიჭო ბოლო წუთებზე აი ბარსელონათი არა და რო თამაშობდი ბოლო წუთებზე იქით ვაკამბექებდი. და ესენი კიდე აქეთ აპირებდნენ კამბექს, მაგრამ ნუ ჩემი ბეხები. ხო, კაი. ნუ გადავიდეთ უკვე შემდეგ მატჩში, რომელი ვისთან მაქვს. ბიჭო, ლიონს რა ჭირს ნიცასთან წააგო, ჩემი დედას პიცავა რა ჭირს ბიჭო.
ოპა, ნიცა 2 ქულით. ნუ 2 ქულით მასწრებს. კაი, ლილისთან შემდეგი მატჩი. დავიწყოთ და ვნახოთ აბა რამდენით. ხო, ძმებო, ძალიან ცუდი ამბავი მაქვს. ნუ ამის მერე უბრალოდ არ ვიცი, აი იმდენად ნერვებზე ვიყავი, რომ უბრალოდ ვიდეო ავიღე და გავთიშე. და უბრალოდ სკრინები აღარ შემომრჩა რა. აი არ ვიცი, რაღაცა საშინელი სკრიპტების და რაღაცა საშინელი eFootball-ის, ასე რომ ვთქვათ, აი ამ შეცდომების გამო არ ვიცი, უბრალოდ აი ხეკი ხედავთ ანგარიშსაც. ნუ ლილის წინააღმდეგ დავმარცხი რა თქმა უნდა და ნიცას წინააღმდეგ საერთოდ გავნადგური და აი ისე ვიყავი რომ მეთქი ცოტა მაკლდა აი ტელეფონის დამტვრევამდე მართლა. და მოკლედ ნუ კი ხედავთ აგერ სკრინებს. კაი, ეგეთი რაღაცა, მსგავსი რაღაცა შემდეგ ვიდეოებში აღარ განმეორდება ძმებო, დამიჯერეთ და დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზგლაკი და მე კიდე დაგემშვიდობებით. შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში. Bye bye.